რა უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში, ასე ველოდები, მაგრამ მაინც მოხდება. ამას შევხედოთ. მოგესალმებით, შემოწმებას გავამწერებო. ნახოთ, როგორ ენერგიებში ხართ. რას არ ველოდებით და ეს მაინც მოხდება. ხედავ, რომ საკმაოდ ემოციური კვირა გქონდათ. განცდებით შესაძლოა ახლაც განიცდით, ემოციურად გაქვთ საქმე, გადაღლილობა, რთული პერიოდები, ამასთან ჩანს, რომ რაღაცას ელოდებით და უკვე პიკია პროცესის. სხვათა შორის მალე ლოდინი დასრულდება. მატერიალური შეიძლება იყოს, ფინანსური შესაძლოა იყოს ასევე სფერო სასიყვარულოც, ვისთვის როგორ გააჩნია რას ელოდებით თქვენ, თქვენი შვილები, თქვენი ახლობლები, ვიზეც ჩაიფიქრეთ გაშლა, ხო? რა უნდა მოხდეს? ლოდინი სრულდება, ნახეთ. ტყუილად დარდობთ სხვათა შორის, ვინც დარდობთ, დარდობთ. გამოსავალს თქვენ პოულობთ. სადღაც საჭიროა რომ განმარტოვდეთ ცოტა ხანი. მინდა გითხრათ, იმიტომ გამოსავალს თქვენს აუცილებლად იპოვით, აი უნდა განმარტოვდეთ და გაუმკლავდებით თქვენს შიშებს, შიშის პროცესებს, ემოციებს. უნდა თითქოს აი ჩაღრმავდეთ საკუთარ თავში, რომ გაუმკლავდეთ. ფიქრის პროცესი გჭირდებათ. და ჩიხიდან გამოხოთ, იმიტომ ბედი საკმაოდ კარგად გიკარნახებს. ერთ-ერთზე უნდა დარჩე ცოტა ხანი საკუთარ თავთან, რომ ეს ყველაფერი გადახარშო და ბედი გიკარნახებს სწორ გზას. სხვათა შორის. აქ რა მოდის, იცით? აქ ამოდის დიდი ჩიხი. ეს არის მეგობრებო. ადამიანთან კავშირი, რომელიც მძიმეა, ეს სხვათა შორის შესაძლოა იყოს ოჯახის წევრიც. შეიძლება იყოს სამუშაო, რომელიც უკვე აღარ გაკმაყოფილებს ადამიანს, ხო? ურთიერთობა, სადაც დიდი ხანია ყველაფერი ჩაქრა. აი რაღაცა უნდა შეიცვალოს თავიდან დაიწყოს დამთავრდეს სადღაც. დამთავრდეს ნიშნავს შეცვალოთ რაღაც არის საჭირო ხდებით. გაბედოთ, ნაბიჯი, შეცვლა, აიძულოთ ვიღაცას შეცვალოს დამოკიდებულება თქვენს დამე, ან აიძულოთ საკუთარ თავს. საბოლოოდ აქ იქნება ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. თუ მაგალითად ელოდებით ვინმე ახალ ადამიანს, ეს შანსი, ეს ახალი ადამიანი გამოჩნდება ზუსტად მაშინ, როდესაც მას საერთოდ არ ელოდებით. ასე რომ ძვირფასებო, ეს არის რა, იცით როგორ ენერგია მოდის, არის დიდი ენერგია, რომელიც მოდის ბედის მხრიდან, ფორტუნის მხრიდან, მოხდება რასაც არ ელოდები საერთოდ, ის არის რაცაც პრინციპში ნატრობდი, რაღაცა გზის გახსნა, მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება, შემთხვევითობა, რომელიც ბედად იქცევა, ან ეს არის როცა ცხოვრებაში შემოდის ახალი ადამიანი, ან ურთიერთობის დალაგება, რასაც არ ელოდები საერთოდ, მაგრამ რაც უკეთესობისკენ შეცვლის შენს ცხოვრებას. რა მოხდება კიდევ? მოხდება რაღაცა, რაც შენს რწმენას, თავდაჯერებულობას გაზრდის. ასევე იქნება ძვირფასებო, ესე იგი 30-ჯერ ვიღაცამ დამირეკანა. ასევე იქნება ძვირფასებო რაღაცა მოულოდნელი, ძალიან გახსნილი საუბარი.
ამ საუბარს არ ელოდებით, მაგრამ ეს საუბარი თქვენ გაგაძლიერებთ, ძალას მოგცემთ. დღევანდელი გაშლა როგორც მანიფესტაცია, ესე გვხვდებით, ანუ თქვენ აქ აბსოლუტურად გარკვევთ თქვენთვის სასურველ ფარულ ამბებს. შეიძლება სადღაც კონფლიქტური, მაგრამ შეხვედრა, რომელიც კარდინალურად შეცვლის ყველაფერს, ვიღაცასთან იქნება ახალი სამსახური, სადღაც გადასვლა სხვა სამსახურში და მან დაგხვდება ადამიანი, რომელიც ძალიან კეთილსინდისიერად იქნება განწყობილი, დადებითად განწყობილი თქვენს მიერ. რეალურად ძალიან კარგი ტრანსფორმაცია არის მოსალოდნელი. რა უნდა მოხდეს? აქ ცუდი არაფერი არ მოხდება სხვათა შორის. აი ეს კოშკი, რომელიც იყო, რომელმაც გაანულა ყველაფერი ნეგატივი აბსოლუტურად თქვენს ცხოვრებაში და ამ ეტაპზე ძალიან დიდი ბრძოლის შემდეგ თქვენ გადადიხართ ორთასში, სრულების ასრულების სასიყვარულო არკანშიც. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მივიღოთ მანიფესტაცია და იყოს ასე, აუცილებლად დავწეროთ კომენტარი ბედნიერად.